თუ შოთა რუსთაველი ასეთი გავლენიანი პირი იყო სამცხე-საათაბაგოდან, მაშინ რატომ არ ჩანს მისი გვარი ამ სამფლობელოთა გვარის სიაში? რა კავშირი აქვს ჰერეთსა და რუსთავს ჩვენ გენიოს პოეტთან? ისტორიული დოკუმენტი გვიჩვენებს, რომ მე-12-13 საუკუნეების სამცხე-საათაბაგოს მფლობელთა სიაში გვარი რუსთაველი საერთოდ არ ფიგურირებს. ეს საკმაოდ საინტერესო ფაქტია. იმ პერიოდში სამცხეში რამდენიმე გავლენიანი გვარი ფიგურირებს, რომელთა სამფლობელოები მთელს რეგიონზე ვრცელდებოდა, მაგრამ რუსთაველის გვარი საერთოდ არ ფიგურირებს. სამაგიეროდ ზოგი ისტორიული გადმოცემა შოთა რუსთაველს სხვა მხარეს უკავშირებს. იქ მთავარ გვარად მოიაზრებოდა ღობიერთა გვარი, რომელთა გავლენა ბორჯომის და სამცხის მიმართულებით ვრცელდებოდა. ლიტერატურული წყაროებიც მხარს უჭერს ამ დასკვნას. მე-15-მე-16 საუკუნეების ჩანაწერები და თეიმურაზ ბატონიშვილის ნაშრომები მიუთითებს, რომ პოეტი შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ჰერეთის რუსთავთან. ეს ადგილი იმ პერიოდში მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი იყო და ვარაუდობენ, რომ სწორედ თამარ მეფის მიერ არის აშენებული. პოეტური დიალოგებიც ადასტურებს, რომ რუსთავი, რომელიც უკავშირდება შოთასთან, სწორედ ის ჰერეთის რუსთავი არის, სადაც იგი შემოქმედებითი საქმიანობით გამოირჩეოდა. დოკუმენტები და ლიტერატურული გადმოცემები ერთად გვიჩვენებს, რომ ჰერეთის რუსთავი იყო შოთა რუსთაველის სამშობლო და არა სამცხე-საათაბაგო. ეს ამტკიცებს, რომ გენიოს პოეტს ჰქონდა კონკრეტული მიწიერი წარმომავლობა, რომელიც სიმბოლურად და ისტორიულად დაკავშირებულია თამარ მეფის ეპოქასთან და ჰერეთის მნიშვნელოვან ციხე-ქალაქთან. თუ გინდა გაიგო მეტი შოთა რუსთაველის საიდუმლოებებზე, ჩაერთე ჩვენს კვლევაში და მიყევი ჩვენს ეპიზოდებს.